სტიქია საქართველოში ძლიერმა წვიმამ ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილი დააზარალა, დატბორილია საცხოვრებელი სახლები და ნაკვეთები განადგურდა, ნათესების ტრაგედიით დასრულდა რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმა ბორჯომში. ეს კადრები მობილური ტელეფონით ბორჯომის რაიონის სოფელ დვირშია გადაღებული, სადაც სტიქიას ერთი ადამიანი ამსხვერპლა. მურმა ლომსაძე ადიდებულმა მდინარე საკირულამ წაიღო. წყალი მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა. ბორჯომის რაიონში რამდენიმე საათიანი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ მტგვარის, საკირეს, დვირისა და ტაძრისის მცხოვრებლები დააზიანა. წყალი ადგილობრივების სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებშიც შევიდა. მოსახლეობას სავალი გზის და სასმელი წყლის პრობლემაც შეექმნა. ბორჯომის რაიონში მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკა იყო მობილიზებული. სტიქიის ადგილას სამუშაოები ადიდებული მდინარის კალაპოტის შესაცვლელად მიმდინარეობდა. ძები დაგვინგრია, სასაფლაოს გზა არის, საერთო სოფლის გზა არის, ვერც საქონელი მიყვას, ვერც მიწებით ზევით აგვაქვს ნაკვეთები, ის ნაკვეთებიც დაგვინგრია. რაც მთავარი და პირველადი და საჭიროა, ეს არის სწორი შესწავლა გაკეთდეს ამ არხის, იმისათვის რომ სწორად დაიგეგმოს მერე ის ინფრასტრუქტურული ღონისძიება, რომელიც აქ იქნება საჭირო. ამისათვის ჩვენ აგერ გუბერნატორთან ერთად გვექნება ახლა სამუშაო შეხვედრა. სტიქია იყო სამეგრელოშიც, მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში ძლიერი წვიმის გამო მდინარე აბაშის წყალი ადიდდა. მთიდან ჩამოწვა ღვარცობიც. არხიდან გადმოსულმა მდინარემ ადგილობრივების ეზოები და სახლებიც დატბორა, განადგურდა ნათესები, დაიხოსა შინაური ფრინველი და ცხოველი. ახალი რემონტი ჰქონდა გაკეთებული, მთლიანად ყველა ოთახში გააფუჭა ყველაფერი, შპალიერი თქვენს ხედავთ, ქათმები დახოცა, უკან ყანა დატბორა. მოვარდნილმა ღვარცობმა დააზიანა, ოჯახებს შევიდა, გარდა ამისა არის არხის პრობლემა, რომელიც აქ მდებარეობს და ხვალიდან გამოიყოფა კომისია, გამგეობას უკვე დავალება მიეცა და შეისწავლიან ზარალს და ყველას დავეხმარებით. სტიქიამ დააზარალა დუშეთის რაიონის სოფელ ქერიანტკარში მოხვედრა ამ დროისთვის მხოლოდ ორხიდიანი მანქანითაა შესაძლებელი. რეგიონში მოსული წვიმის გამო დაზიანებული გზა კიდევ უფრო გაფუჭდა. ჯიგული ძველი თუ იმას ყავს, ისინი გადმოდიან, გადადიან. თბილისი გადადის, ნივა გადადის. იმისი კიდე არის სოფლები. ისინი 1-2 კილომეტრში არიან ის სოფლები. ისინი ეგრე არიან, მაგზაზე დადიან. სხვადასხვა რეგიონში სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის დაცვა უკვე დაიწყეს. სინოპტიკოსების ცნობით საქართველოში არამდგრადი ამინდები მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება.